როცა ჩე გევარა თავშესაფარში დაიჭირეს, მას ერთ-ერთმა მწყემსმა ენა მიიტანა. ვიღაცამ გაკვირვებით კითხა მწყემს: როგორ გაეცი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენ და თქვენს უფლებებს იცავდა? მწყემსმა მშვიდად უპასუხა: მისი ომები მტერთან, ჩემს ცხვრებს აშინებდაო. ეგვიპტეში დიდი სარდალი მუჰამედ ქარიმი ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონის წინამძღოლობით მართულ ფრანგულ ექსპედიციას. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაატყვევეს, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნაპოლეონმა მასთან შეხვედრა მოითხოვა და უთხრა: სამწუხაროა ჩემთვის მოკლა ადამიანი, რომელმაც ასე გმირულად დაიცვა თავისი ქვეყანა. არ მინდა ისტორიამ დამიმახსოვროს როგორც გმირების მკვლელი, რომლებმაც თავიანთი სამშობლო დაიცვეს. ამიტომაც მე შეგიწყალებ 10,000 ოქროს მონეტის სანაცვლოდ, როგორც კომპენსაციას ჩემი დაღუპული ჯარისკაცებისთვის. თქვა ნაპოლეონმა. მუჰამედმა გაიღიმა და უპასუხა: მე ასეთი თანხა არ გამაჩნია, მაგრამ ვაჭრებს 100,000-ზე მეტი ოქროს მონეტის ვალი აქვს ჩემიო. ნაპოლეონმა მას ვადა მისცა. ქარიმი გავიდა ბაზარზე ბორგილებში და ოკუპანტი ჯარისკაცის თანხლებით იმ იმედით, რომ ისინი ვისთვისაც თავი მსხვერპლად გაიღო, მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ არც ერთი ვაჭარი არ გამოეხმაურა. პირიქით, მათ დაადანაშაულეს ის ალექსანდრიის დანგრევასა და მათი ეკონომიკის დაქვეითებაში. მუჰამედ ქარიმი ნაპოლეონთან გატეხილი გულით დაბრუნდა. ნაპოლეონმა უთხრა: მე შენ სიკვდილით იმიტომ კი არ დაგსჯი, რომ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდი, არამედ იმიტომ, რომ შენ საკუთარი სიცოცხლე შესწირე ლაჩარი ხალხისთვის, რომლისთვისაც ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სამშობლოს თავისუფლება. და როგორც თქვა მუჰამედ რაშიდ რიდამ, ის, ვინც აღდგება უმეცარი საზოგადოებისთვის, გავს ადამიანს, რომელიც თავის სხეულს წვავს, რათა ბრმას გზა გაუნათოსო. ნაპოლეონი, დიადი დიადთა შორის. ვიკიპედიის მიხედვით, ნაპოლეონის დამსახურებათაგან არის სამოქალაქო კოდექსის შექმნა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნაპოლეონის კოდექსი. საფრანგეთის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და განათლების რეფორმირება, ეკონომიკის გამყარება საფრანგეთის ბანკისა და ახალი ვალუტის შექმნით. ასევე სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებისა და კერძო საკუთრების დაცვის გავრცელება. მისმა მმართველობამ საფრანგეთს სტაბილურობა მოუტანა რევოლუციური არეულობის შემდეგ, ხოლო სამხედრო წარმატებებმა ქვეყანა დიდ სახელმწიფოდ აქცია და გააფართოვა მისი გავლენა ევროპაში. მსოფლიოში ხალხის უმეტესობა იმდენად ბნელია, რომ ნაპოლეონს მხოლოდ მეომრად მიიჩნევს, მაგრამ ეს მონების ხვედრია, რომლებიც თავისუფლების დაფასებას ვერ ახერხებენ. რა არის თავისუფლება? არ გსურთ თქვენი აზრი გამოთქვათ, მეგობრებო? რატომ ივიწყებენ ან დასაცინები ხდებიან ჭეშმარიტი გმირები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავისუფლებას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? მაგალითად, ღონღაძეს თავი მოჭრეს, რომელიც სხვათა შორის დღემდე ვერ მოიძებნა და ეს არავის აინტერესებს. შერემეტი, ჟურნალისტი, თავისუფლების პოეტი ააფეთქეს მთელი მსოფლიოს თვალწინ და ბევრმა ახალგაზრდამ მისი სახელიც კი არ იცის. ისინი თავიანთ სიცოცხლეს ადამიანებისთვის წირავდნენ, რომლებსაც მათი გმირული საქმენი სულ ფეხებზე კიდიან. კუჩმა და ლიტვინი ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები მათი კავშირისა ღონღაძის მკვლელობის შეკვეთასთან. შერემეტის მანქანაში ასაფეთქებელი ჩადეს ადამიანებმა, რომლებიც კამერაზე გადაიღეს. მე არ დავივიწყებ ამას. თქვენ მეგობრებო, როცა მე გავხდი, პირველი რაც გავაკეთე, ღონღაძისთვის დიდი ძეგლის დადგმა იყო. ჩემს პარტიაში მუშაობდა მისი ცოლი, რომელსაც ახლა შეერთებული შტატებიდან გადაცემა ამერიკის ხმა მიჰყავს. ხო, მე მოვასწარი. არ ამგონია, რომ ჩემ მიერ აღმართული ღონღაძის ძეგლი ჩამოიღონ. მე ჩემი საქმე გავაკეთე, მართალია ამით ძალიან ვამაყობ. თქვენ კი ეს ნამდვილად არ იცოდით. მალე უმეტესობას დაავიწყდება, ვინ იყო ღონღაძე, ხოლო როცა კიევში დავბრუნდები, დავდგამ მკვლელების ძეგლებს. კუჩმას, ლიტვინის, კრავჩენკოს და გმირების ბევრ სხვა მკვლელის ძეგლს, იმ გმირების, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს წირავდა უბრალო ხალხისთვის. და მილიარდერების მიერ მოსყიდულმა გენერალურმა პროკურორებმა, რომლებმაც ვერ შეასრულეს თავიანთი წმინდა ბიბლიური ვალი, არ აღადგინეს სამართლიანობა, ეს მოდეთ ისევე როგორც მკვლელ პრეზიდენტებსა და ისეთ პირებს, როგორიც ლიტვინია, რომ მათ საუკუნეების შემდეგაც ხალხი დაწყევლის. მათი საფლავების ქვაზე კი
ნაცვლად სახალხო სიყვარულის სიტყვებისა დაიწერება ვინ და როგორ მოკლეს და ვინ არის მათი ნაძირალა მეგობარი, გენერალური პროკურორი, რომელმაც არ გამოიძია ეს საქმე. ჩემი ფულით შევქმნი ბოროტების ძალების პატარა სკვერს და იქ დავდგამ ძეგლს ყველასთვის, ვინც მოისყიდა გამოძიება. არ დაუშვათ გმირების სიკვდილი უცნობობაში. ეს არის უკრაინის ჭეშმარიტი ისტორია. და სხვა მეგობრებო, არაფერი განსაკუთრებული უკრაინაში არ მომხდარა, გარდა რა თქმა უნდა რუსეთთან ამჟამინდელი ომის გმირების დიდებისა. ამას გეუბნებით მე, სამგზის პარლამენტის დეპუტატი და ორგზის კიევის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.